ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებთან შეჯერდნენ მედიკამენტებზე, რომლის შესყიდვაზეც მუშაობა დაიწყება. კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების და მშობლების მონაწილეობით. შესყიდვაზე საბოლოო გადაწყვეტილება კი სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების შემოთავაზებების გათვალისწინებით უნდა მიიღონ. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა ამის შესახებ რა თქმა უნდა, მშობლების სრულ წრეს ექნება სათანადო ინფორმაცია. მე მინდა მადლობა გადავხადო შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, ისე როგორც ზოგადად ყველა მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მადლობა მინდა გადავხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის და ჩვენ გამოთქვათ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის. იგივე გაიმეორა მიხეილ სარჯველაძემაც, მისი თქმით ახლა მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება. პირველისად მინდა მეც შევუერთდე გამოთქმულ მადლობას მშობლების კონსტრუქციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად საზოგადოდ და აუცილებელი ფორმატია თანამშრომლობისა. მინდა პირადად ბატონ პრემიერ-მინისტრს გადავხადო მადლობა პირადი ჩართულობისთვის. საკმაოდ დიდი ხანია რაც გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით კონსულტაციები და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ დღემდე, რომ პროცესი მოსულიყო. გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა. ბრიფინგს წინ უძღოდა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების რიგით მეორე შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში. მშობლები ამბობენ, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გამარჯვებაა. მე მინდა პირველ რიგში ჩვენს ბავშვებს მიულოცოთ, რომ ისინი მიიღებენ წამალს. პირველ რიგში გადაწყვეტილება იქნა მიღებული 2 წამალზე. რაც შეეხება დანარჩენ 2 მედიკამენტს, კარები დარჩა ღია, ანუ ესე იგი განხილული იქნება სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილული იქნება ეს მედიკამენტებიც, ასე რომ ხელისუფლებას ამ ნაწილში ჩვენ ულტიმატუმს ვერ წავუყენებდით, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს პირველი 2 წამალიც არის ძალიან დიდი მიღწევა. ყოველდღიური აქციები დასრულდება, აქ ყოველდღიური აქცია აღარ გვექნება. მაგრამ რაც შეეხება კვირას დაგეგმილ დიუშენის მარშს, ჩვენ ამას მაინც ჩავატარებთ, ოღონდ ეს იქნება მადლობის მარში. ეს არის გამარჯვება, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ეჭქვეშ არ დგას. მუშაობა იწყება კონკრეტულ მედიკამენტებზე დღეიდან და ალბათ თვენახევარი 2 თვის ვადაში მედიკამენტები იქნება უკვე საქართველოში, ბავშვები დაიწყებენ ამ მედიკამენტების მიღებას. თუ გვინდა რომ ბავშვების მდგომარეობა არ დავაზარალოთ ძალიან კონკრეტული შეკითხვებისგან თავის შევიკავოთ რომელი რატომ, იმიტომ რომ კომპანიების ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, ფარმაცევტული რამე არ დაზიანდეს ამ პროცესში. თავარია რომ დიუშენის თემა გადაწყდა ჩვენს ქვეყანაში. უღრმესი მადლობა პირველ რიგში ბატონ პრემიერს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ჩაერთო ამ პროცესში და ჩართვიდან უმოკლეს პერიოდში დადებითად გადაწყდა აღნიშნული საკითხი. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს, მადლობა მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობას, რომლებიც ჩაერთვნენ ამ პროცესში და თითოეულ პირს, რომელმაც მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად. ყველას დიდი მადლობა, მათ შორის ჟურნალისტებს, თქვენს კოლეგებს, რომლებიც ყოველდღიურად იყვნენ დაინტერესებული ამ პროცესით, საზოგადოებას და მე ვფიქრობ, საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა გაიგო ამ პრობლემის შესახებ და ყველა იყო ჩართული. კობახიძის და სარჯველაძის დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა 2 შეხვედრა დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან. მანამდე კი მშობლებისა და მხარდამჭერების რამდენიმე თვიანი პროტესტი. ილიას სტუდენტური მოძრაობის ინიციატივით დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების სხვა საჭიროებებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა შვილებისთვის მედიკამენტების შემოტანის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან 45 ღამე გაათენეს.